მოგესალმებით, მე მარიამ ჩხიკვაძე ვარ, ეს კი ჩოხატაურის სათემო რადიო, მისი ხმა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროექტი ხორციელდება DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მისი მიზანია ქალების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება. დღეს ჩვენი ეთერი დაეთმობა ქეთევან კუკულავას მონოპიესას უცხოეთში წასული ქართველი ემიგრანტების ფიქრები. ნანა, 30 წლის ფილოლოგი. ეკა 26 წლის ექიმი. ლუკა 29 წლის მხატვარი. ნინი 21 წლის მუსიკოსი. თინა 32 წლის ეკონომისტი. როგორც იქნა ჩამოვედი. ნუ თუ მართლა აქ ვარ. ჩემს საოცნებო ქალაქში ვარ. თავის სიზმარში მგონია. უკვე თავს დაცულად ვგრძნობ. გონი შეცდომა დაუშვი. არ უნდა წამოვსულიყავი. ცოტა მიჭირს. ფული არ მოქვს უკან რომ დაუბრუნდე. როდის გავა ეს დრო? უკვე ძალიან დავიღალე. ფსიქოლოგია უნდა დავიხმარო დეპრესიის დაცლებაში. ოჯახის გადასარჩენად ყველაფერს უნდა გავუძლო. მე თვითონ ვიპოვე ჩემს თავში ძალები. არ ვიცი, სანამდე გაგრძელდება ეს კოშმარი. დღეს გამოსასვლელი დღე მაქვს. ბევრი ვისეირნე ამ ულამაზეს ქალაქში. საუკეთესო სურათებიც გადავიღე. ამერიკული ჯინსი ყოველთვის იყო ჩემი სუსტი წერტილი. ვაუ, მაგარია. როგორც იქნა საუკეთესო პარფიუმერია ვიყიდე ჩემთვის. მთელი დღეა მაღაზიებში დავდივარ, თუმცა ჩემთვის არაფერი მიყიდია. უბრალოდ თვალს წყალი დავალევინე. ძალიან კარგი დიეტური კაფე აღმოვაჩინე. კარგი იქნება კვირაში ერთხელ აქ ვისადილო. წმინდა ნიკოლოზის ტაძარში წირვას დავესწარი. გადავწყვიტე ყოველ კვირას ვეზიარო. დღეს ემიგრანტებმა ვიქეიფეთ. მაგარი გოგო გავიცან. ქართველები ამ სკვერში ხშირად ვიკრიბებით და ჩვენს პრობლემებზე ვსაუბრობთ. გულს ვიოხებთ. მინიუბკა ძალიან გიხდებაო. კომპლიმენტებს არ მაკლებს ჩემი ბებიაც პროფესორის შვილი. გონი მისი ცოლი ეჭვიანობს. ეს ჩემი პრობლემა საერთოდ არაა. ასე დაბალანას ცხოვრებას არ ველოდი. ფიქრობ სხვა ქვეყანაში გადავიდე. როგორ მომბეზრდა ეს ყველაფერი. ფულის გაგზავნა ცოტა დავაგვიანე და ოჯახის წევრები გამინაწყდნენ. ამ ოჯახში გაუსაძლისი მდგომარეობაა. სხვა სამუშაოს ვეძებ. გაცლებაზე ვარ. ღმერთო, რა დავაშავე ასეთ? თითქოს შევეგოი ამ მდგომარეობას, მაგრამ შინაგანად მაინც ვერ მშვიდდები. ორი კვირაა უძილობა დამეწყო. უკვე მე რამდენად მომაკითხა ამ გოგონამ სახლში. ძალიან შემომიჯდა და ამბაფორი აქვს. წუხელ, პირველად ცხოვრებაში ძალიან მაღალი წნევა მქონდა. ფსიქოთერაპევტის სეანსები მაინც დამჯერდა. კიდევ ერთი ჩემი ლექსების კრებული გამოვიდა. ჩემო მეგობრებმა სიურპრიზი მომიწყვეს. საქართველოში გამართეს ამ წიგნის პრეზენტაცია. მადლობა ჩემო ძვირფასო მეგობრებო. თითქოს შევეგუე აქაურობას, მაგრამ ნოსტალგია ხშირად თავს მახსენებს. ჩემი ნახატები კარგად იყიდება. ოჯახს საქართველოში უკეთესად ვარჩენ. ამდენი ხანი თუ დავრჩებოდი აქ არ მეგონა. ჩემი შვილები უკვე წამოიზარდნენ. სანამ სკოლას დაამთავრებენ, აუცილებლად უნდა წავიდე. ჩემი ლექსების კრებულს აქაური პოეტი გაეცნო და ძალიან მოეწონა. რამდენიმე დღის წინ ერთმა სიმპათიურმა მამაკაცმა ცოლობა შემომთავაზა. გუშინ იმ გოგოს ოჯახში ვიყავი, ვისთანაც რამდენიმე წელიო მეგობრობ. მის მშობლებს ძალიან მოუწონვარ. თავაზობენ აქ დავჭი საცხოვრებლად. მთელი ღამე ჩემი ცოლი მესიზრებოდა. ერთი მე ვიოლინე გავიცანი. რომ გაიგო, მუსიკოსი ვარ ძალიან გაუხარდა. ცნობილ კლუბში მისსოვე კონცერტზე დამპატიშა. სერიოზული თაყვანისმცემელი დგას. მეგობრები მირჩევენ გავრისკო. საერთოდ რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი, ვერ გეტყვით. საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი და საკარგავი. არსად ისი არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში. ჭირში დაგიდგები, ბევრს არ დაკბირდები. ჰեղზე დაგიდგები, ჩემო საქართველო. სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლები სხვაზე და საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო, სად არის?
საქართველო ქართლის მინდვრები კედები მოხარგაშლილები დაში დღე დანაბინადები დღეში ქონბუდა ირმები საქართველო საქართველო